ერთი ჩვენი ძველი მოღვაწე იგონებს მე-20 საუკუნის დასაწყისის ამბავს. ახლა ამ მოღვაწეს არ ვახსენებ, თორე სულ ახსენებ ხოლმე და მის ხელშია ძველი ამბები მე-19 საუკუნის. მატარებლით მოვდივარო, დასავლეთიდან მოვდივარო დღევანდელიანით რო თქვა და მიხაილოვში გაჩერდა სადილზე მატარებელი, ხაშურში. და ჩავედი ბუფეტშიო და კოტლეტა რო დამიდო ბიჭმაო, ანუ მიმტანმა ოფიციანტმა დაიხარაო და მითხრაო. მამულისათვის სასარგებლო რა გააკეთე. ასე მითხრაო და მეტი არაფერი არ ვთქვამს და წავიდა. ეხლა მე ამ წინადადებამ გამაბედნიერა, იმიტომ რომ დრო იყო ყველა ქართველმა, ვისაც კი თეატრში გაულიაო, ივერია გადაუფურცლავსო ჟურნალიო. ეს ფრაზა იცოდა, ეს ასე გამოდის, ეს იყო სანიშნე ფრაზაო, რა ქვია, ასე რომ თქვა. დღევანდელი კოდური ფრაზაო. ეს არის პიესიდან სამშობლო. დავით ერისთავი, ვიქტორიან სარდუ, ესე გადმოკეთება ეს ვიცით ჩვენ. ფრანგულიდან გადმოკეთებული პიესა, დიდი ბედის და დიდი ამბის პიესა, ესე იგი ამან. ჩვენ სხვანაირად ყვებით ხოლმე, მაგრამ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ამ პიესამ, რომელიც აკრძალული იყო, 10 წელიწადში ითამაშეს 5-ჯერ. ჟურნალში დაბეჭდილი იყო, ამ პიესამ შეცვალა საქართველო. ასე ხშირად სიტყვა სამშობლო, რაც ამ პერიოდში არ წარმოთქმულა და ასე ხშირად არავის უთქვამს, რომ ბრძოლაა საჭირო. ომია საჭირო, თავის დადება და ასე. ეს უცნაური ამბავია, იმიტომ რომ თვითონ პიესა ახლა არ არის გენიალური და ის არ არის. ეს ფრაზა წანიშანდობლივია, რა ქვია რა. ჩვენი მაყურებლები და მკითხველებიო ხო არ იყვნენ ვაჭრები, ხელოსნები, უნივერსიტეტი აქ არ იყო, რომ სტუდენტები ყოფილიყვნენ. ჩვენი მაყურებლები იყვნენ მოსამსახურე ბიჭები, ახალგაზრდები და მკითხველები წეგენი იყვნენ. იმ ოფიციანტმა ეს რომ მითხრა, იმან სწორად მითხრა, ანუ ეს იდუმალი კავშირი არსებობდა ესე ქართულ ინტელიგენციას და აი ამ ფენას შორის. ეს არის საწყენად არ თქოს, დასავლეთ საქართველოს ხმობიდან განთავისუფლებული ხალხის შვილები არის. მეორე ფრაზაც დადიოდა ძალიან, მაგრამ ის არ ეკუთვნოდა პიესის ავტორს. პიესის ავტორმა სხვისი ლექსიდან აიღო, აჩრდილიდან. ეს ქვეყანა შენი ხოხმა, ერთმაღლა ეს ასე მოხერხებულად ავტორმა კი არა, ანუ გადამკეთებელმა და მთარგმნელმა. კათალიკოს ლეონიდეს მოგონება არის, ჯერ კათალიკოსი არ არის, ჯერ ეპისკოპოსი. 900 პირველი მსოფლიო ომის დროს აქ დაწერილი, იმიტომ რომ მაშინ რაღაც იუბილეი იყო ამ პიესის თუ დავით ერისთავის გამო რაღაცა კრებული შედგა და იქ დაუწერა. ჩემ სამუშაო ოთახში ვიჯექიო და ვკითხულობდი ძველ ივერიაში პიესა სამშობლოს. ბერია ეს. ახალგაზრდა. შემოვიდა ბიძაჩემიო. იმაზე არ წერია ბერია, მოხუცებული ამხნის ასკეტი, ასე. ანუ ისიც ბერია. სად ხდება ეს არა აქ აღწერეს. დახედა ამას და შეხედა რომ დიალოგებია და ამისთვის ხარ სამეცადინოდ შემოსული. შენ რანაირად უნდა იბერო და გამიწყო წყევლა. აქვია ყველაფერი როგორი მასაქენით, ამების კითხვა თუ გინდოდა 10 წელი რა გინდოდა სემინარიაში და აკადემიაში და ეს ნუ როგორც არის. საოცრად და კარგად აღწერე და მე უთხარიო ისეთი აღკინებული ვიყავი ამ ნაწერით, რომ მე უთხარიო რომ 5 წამი მომეციო, რომ ხმამაღლა წაგიკითხავ. და თუ რამეს ვაშავებო შენო და ამ ატყობა აქ იმაზეა რაღაცა ეს არის რა ქვია, უფროს უმცროსობის ამბავია, ის შეიძლება იმის მორჩილებაში არ ვიცით ეს. ახლა 5 წამი არაო და დაუწყე კითხავ და გაჩუმდავ და მისმენს. არა მოიღო ხმა. და მე დავიღალე კითხვითო ესე. ეს არ არის ეს იმასაც სწავლობს ახლა. გააგრძელებთ.
გააგრძელებო და ასე წაუკითხეო და აქ გრძნობებით აი როგორც გახსოვთ ადრე აკაკი წერეთელის მამა რო სახარებას კითხულობდა და შენი ჯირი მე რო ეთქოს ესო რო დაამარცხებს იმათ რა ეშმაგა ასე ეს ბერიო ამ მოხუცებულმა ასკეტმა კაცმაო და ჩემ ბიძაშვილს დაუძახაო და უთხრაო რომ ეს თუ წარმოდგენა იქნება სადმეო აგერ თქვენ 10 მანეთი და წადით და უყურეთო ამნაირი რამე საქართველოს არ შეიძლება გამოტოვებაო ესო ყველა ქართველმა უნდა ნახოს მაგამებამდე ასეთი უცნაური მოგონებები არის ხე სხვებსაც ყველა მწერალს და იმას აქ თავისი ამბავი ამ პიესა სამშობლოზე და სპექტაკლ სამშობლოზე აქ რო წავყვე და ეს არის უკიდეგანო რაღაცა არა მარტო მოგონები, არამედ ცხელყვალზე ნაწერი ამბებიც ძალიან ბევრია მაშინ ქართულ გაზეთებში და იმაში და ეს საინტერესოც არის და უცხო რამეა ხა გითხრათ რა იქ მე მოწინააღმდეგეებიც ახლა როგორც არის რუსებია ეგ სომხური პრესა რუსმანი სომხი ძირითადად მაშინ ძემხარს უჭერდნენ ამ პრესას და ვიღაცა რუსები წერდნენ რომ მე რომ დავით ერისთავი ეგრე ამბობს რომ ვისაც ჩემი გადმოთარგმნილიო ეგრე ხო ამცირებენ გადმოკეთება გადმოქართულება სამშობლო არ უნახავსო ის ქართველი არ არის ანუ ყველა ქართველმა უნდა ნახოს და ესაც ზღაპარი იმიტომ რომ არ იდგმება აკრძალულია როგორ უნდა ნახო ეს ძალიან უცნაური ისტორია რა ქვია რა არის ხე საიდან მოდის ეს პიესა და ეს ხე ჩვენ კი ვიცით რომ სულ გადმოქართულება იყო რა ქვია და თავისასაც წერდნენ და ბევრს აკართულებდნენ რუსულ უამრავი ასობით პიესა არის რა ქვია იმიტომ ეს ამ 79 წლიდან უკვე პროფესიული დასი რო არის ეს ძალიან იღვიძებს ეს საქმე და დავით ერისთავი სხვადასხვა გამგეობის წევრია და ამ თეატრს ერთ-ერთი ასე რომ ვთქვი დღეს რო იტყვიან მომქოქავი ადამიანი თუმცა არანაირ განსაკუთრებული არ ქონდა ეხლა წმენა ამას რო აი ქართული რაღაც უცნაური კაცია ძალიან მაგრამ თეატრი მოსდგამს ბავშვობიდან ქართული დასი პირველი მამამისმა შეკრიბა გიორგი ერისთავმა რა ქვია გიორგი ერისთავი იყო პირველი რედაქტორი ცისკრის ხო ეს დაეხურა ეს დასიც დაეშალა და გაყრა დაწერა ხათაბალა და მე ზურაბ ანტონოვი აყვა რომელიც წოფით მოკვდა საწყალი ხო ნუ ასეთი მეტი ქონდა ახლა აი ჭონქაძე იმით და დაწვეს ნაწერები და ნუ არ იყო იოლი ცხოვრი მაგრამ გიორგი ერისთავის ერისთავი იყო შეიძლება ხონდა მე პირველ ქორწინებაში შეძლებით იყო მეორეშიც კაი შეძლები პირველში ყავდა ალიხანოვის ქალი გორელი რა ქვია ელისაბედ ალიხანოვა ამის დედა დავითის და დედა გარდაიცვალა ეს ელისაბედ და იმან შეიტო თახნიშვილის გარდა თახნიშვილზე მოსდგამდა და ახალქალაქი ქონება ქონდა ასე რომ ამ ბიჭის სწავლა განათლება მაგათ არც გასჭიროებია და არც ვალიდასდებია და საერთოდ დავით ერისთავი მთელი ცხოვრება არც ღარები ყოფილა არც ვალები ქონია და სამსახურიც თვითონ ყოთს კარგი ქონდა რა ცოტა იცოცხლა 53 წლის მოკვდა მაგრამ მანამდე ეს იგი ბავშვი იყო ოდესაში რო გაუშვეს და 11 წელი იყო იქ ოდესაში ჯერ პანსიონი მე სწავლა მე უნივერსიტეტი მე იქ აღარ უნდა და მე პეტერბურგში წავიდა ვითომ ექიმი უნდა გამოსულიყო მოკლედ 11 წელი წასული იყო ეს კაცი ბავშვობიდან და ჩამოვიდა გაზრდილი მაგრამ ქართული გადასარევი იცოდა არ ქონდა დავიწყებ როგორც სამხედროში უფრო ივიწყებდა მე მამამისი აღარ იყო ცოცხალი საწყა ის დიდი კაცია და ის გაყრა მაგარი რამე აი იქ არის პირველ ჩვენ საიდან თერგდალეული კაცო და ეს გამთელი გადასარევი ამბები თერგდალეული ჩემი ძამია გაყრას მიპი ის ნასწავლია მე ამის კოსტუმია ხო არის შემორჩენი მას ევროპულათაც ამას ეს თელი რა ქვია ეს ხურთმაჯებიანი ჩოხა ორი ძმა ხო და ესო იქ იყო თერგი დალია გადავიდაო და ეს ხო მაგარ ფრაზას ამბობს მოსდოკს მეც ვიყავ მაგრამ კი არ გადავრეული ვარ ანუ თერგს ეს ქალაქი მოსდოკი ანუ იმას გონია რომ იქით თუ გადახვედი უკვე რაღაც დიდ გარყვნილებაში უბედურებაში თავისუფლებაში ვარდები რა დაახლოებით რაღაც შენგენის ზონას რაღაცა არის რა ეს თერგი და ხო და ამ ძმას უკვის რომ რამ გადარიაო ეს ლიბერალი რო არის ჩამა მოსდოკს მეც ვიყავ მაგრამ კი არ გადავრეული ეს დიდი ფრაზებია იქ გიორგისთან დავით ერისთავი რო გითხრათ მე არ შემჩნევია კარგი ყოფილა იქ რუსულ ეპიგრამებში ძალიან მაგარი ყოფილა და ქართულიც
რაღაცა ეხერხებოდა, მაგრამ რუს აი ზმებში იყო კარგიო და რუსულზე გიждდებოდა, გრიბუედოვი უყვარდა, ჩაცკის თამაშობდა რუსულ თეატრში თბილისში და ასეთი გატაცებები ქონდა, აგროვებდა ამ პიესის ვერსიებს, აიჭკუ ის, თავის ფანატიკური ისინი ქონდა რაღაც მისწრაფებები ამ კოლექციონერის და იმის, მაგრამ იყო საქმიანი კაცი და კაი პირში მთქმელი, მაგალითად ლანძღავდა მეფე ერეკლე, ქსინჟერის დავიყო და ურაგამელა აბა დაგვაქცია მაგრამ ჩვენო და ჩვენთან ერთად ქართლიც მოიშალაო, აბა ჩვენ რა ვართ ქსანი და არაგვია, ქართლი რა არის, ბარათაშვილები და ჩვენად ასეთი შეხედულებები ისეთი რა ქვია, ვიწროც და ფართოც, თავიდან პოეტობა, შთამომავლებითი პოეტის ფელეტო, აი ეს ას თავის თავს ასე თავიდან ქართულ გაზეთებში რუსულში ერთნაირად ვეშტავდა რა ქვია. ნიკო ნიკოლაძე უყვარდა ესე თვლიდა რომ ეგ არის საუკეთესო საქართველოში გული. ახალგაზრდა იყო ხრა არის 20 ჩამოვი 27-28 წლის ბიჭი და აი საქმეებში მე სულ კარგი სამსახურია. სულ გაზეთებში წერა და დავა. დაჯახებული დიდარი ეს დედამისის ნათესავი მდიდრები იყვნენ ჟალიხანოვი თბილისის ცნობილი ხალხი იყო ძალიან იქა მე რედაქტორი გახდა ეს ტიფლისის ძალიან უცნაური ეს ოფიციოზი აიღო იჯარით და დაეთანხმენ ისინი რუსები ცუდი ეშმაკური პერიოდი იყო 1891 ალექსანდრე მეორე რომ მოკლეს ესე იგი აქ ვინც იყო მთავარ უფროსი რა აქვენი მიხაილ ნიკოლაევიჩი რა ალექსანდრეს ის იმან გაიწვია რომ დაეხმაროს ალექსანდრე მესამემ ახალმა მეფემ და აქ რაღაცა დრო არის ეს უმეფობა ისა და ამ დროს მოკვდა კავკაზის გაზეთის რედაქტორი რა რუსი ეგ არის ოფიციოზი მაგრამ ძალიან უცნაურად ესეთი თავისუფალისა რუსულ კანონები რთულია იმპერიის მაგრამ პატიოზე იჯარით შეგიძლია ეს აიღო თუ სანდო ადამიანი ხარ გაძლევენ იჯარით კერძო პირს ოფიციოზს რა სახე და ამან შეიტანა და მოიგო ამ არეულობის ფონზე დავით ერისთავი და ესე გახდა ქართულთან ჩაგურელი გაზეთის ყოველდღე ყველაზე დიდი სახელმწიფო გაზეთი კავკასიაში აწერი იმის რედაქტორი ასეთი უცნაური ნაბიჯები ჰქონდა და ეს რო შექონდა მაგ დროს თარგმნიდა სამშობლოს ხო და იონა მეუნარგეს უწერებს ჯო შემხტო და ჩვენ საშუალო ეს ყველაფერი მკვდარი ამბავია მითხრა აი თელი საქართველოს ფაფხური ამ დროს ჯერ ხო აი დროება და ეს ომია და 70-იან წლებში რეფორმა პირიქით ყველა ძალიან ოპტიმისტურა და ბანკი დაარსდა წერა კითხოს გამორჩა არაფერი არ გამოვა ჩვენი ხალხის არაფერი არ გამოვა მითხრა ახალგაზრდა ანუ ახლა კი გასაგებია და ისა მე იმან გამავაგონაო რომ ამებს რომ მე მელაპარაკებოდა იმ დროს თურმე იმ სამშობლოს თარგმნიდა საფხურს თარგმნიდა სოფელში ხიდის თაველი იყო გორში ხო ზაფხულში დადიოდა ხოლმე. კარგად იყო ცოლი და ლიზა ყავდა შვილი, ცოლის არაჯიშვილის ქალი ყავდა მარიამი და ამ დედინაცვალს უვლიდა. ეს იყო მთელი მაგის ესა რა ქვია და ბულს შოულობდა და მამულიდანაც ჰქონდა. არ იყო ესეთი. მოკლედ უჩქო კაცი არ იყო ნამდვილად. პიესის ამბავი იწყება შორიდან. ფრანგული პიესა. ეგრევე ქვია სამშობლო. პატრი და ძახილის ნიშანით. არის ავტორი ვიქტორიან სარდუ, ასეთი. დღეს დავიწყებული რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს ოპერის მოყვარულებს უფრო ახსოვთ ეგ ადამიანი, იმიტომ რომ ეს იყო ისეთი პოპულარული პიესების ავტორი, რომ ეს პიესები იმ წუთში ოპერაა. აი ტოსკა მაგალითად პიესაა მაგის და მე პუჩინი ოპერა დაწერა მართალია რა ქვია. ერნად შოუს გლახაენა ხონდა და უთქვამსო ესო ისეთი სულელური პიესა აქედან ბრწყინვალე ოპერა გამო. ასეთი პარადოქსი. ხო და მართლაც გამოვიდა მერე და მერე. ეს ამას რაც ჰქონდა ესეთი კარგად დასწრებადი უზომოდენობის პიესები. ავტორია სულ მელოდრამატულ ისტორიის სიყვარული ღალატი ისტორია ამბავი ესეთი დღეს დავიწყებული იმიტომ რომ არ არის ეს არ ითვლება ეს რა დროის მოღვაწეეთ მეორე იმპერიის მოღვაწეა და როცა ეს ამ პიესებს წერს აი ამ რაღაცა ხვალაობა სიყვარული ნაწნავი გადმოაგდა იქიდან და ესა რა ქვია და აიყვანა ეს არის იმპრესიონიზმის ეპოქაა უკვე რა ეს ფრანგულმა შესა რა ქვია
აი მაგალითად მან ყველაზე მეტ ფრანგული ნახატი რა იყიდება იცით ნაპოლეონის დროის და მეორე იმპერიის სამხედროების აკვარელები ეს დღემდე ესეა და ამის ხატრები იყვნენ ასობით და ამათში გენიალურებიც ხა და ესენი არსებობდნენ ამ იმპრესიონისტების გვერდით და იყო ლანძღვა რა ქვია და ეს დაცინოდნენ ესენი ეს იმპრესიონისტები ამათ ეგ ნეოკლასიციზმიც აღარა რაღაცა ეს და ამ დროში არის ესენი არიან რაღაც ჰიუგოს რა ქვია ნამთვრალებზე ამოსული ხალხია ეს სარდუ და ესე რაღაცა რა ქვია ჰიუგოსაც ახლა ხო ესები და რომანტიზმი მაგრამ ესენი მეორე იმპერია მაგრამ ხო ესე ამბობდნენ ამ საუბრზე რომ მაგასო თეატრი კი არ უყვარს მაგას მაშინერია უყვარს მაშინერია რას ქვია იცით მაშინერია ქვია მაშინდელი თეატრის მექანიკას ანუ დეკორაციის სწრაფ შეცვლას სცენის მოტრიალებას შუქების მაშინ ხარ არის ჯერ ელექტროობაცია შუქების ცვლას კოსტუმების სწრაფ ცვლა იოგასვლას გამოს აი ამ დინამიკას ეს უყვარსო მაგას და მაგის პიესებიც ეს არისო ძირითადად ძალიან მრავალფეროვანი და მოქმედი ეგ სარდუ ვიღაც სხვა ტიპებთან ერთად ითვლება აი დღეს რო კინოებია ხო ჟანრული კინო რო ქვია თქვა ჩვენოვიდა ამერიკული ძირითადად ხო და იმას გაგრძელებით ყველა თქვა ჰონკონგი ისა რაც არის ეს ჟანრული რაც არის რო ვიცით აი პოლიციელი და ძმაკაცი რო ყავს კეთილი მაგრამ ის რო უნდა მოკვდეს მე 17 წუთზე ეს ამ კაცს ერთ-ერთი გამომგონებელი ამის ეს კაცია ანუ ეს ისე აწყობდა პიესას რომ აი მელოდრამატული პიესა იქ რაღაცა ხმალაობა სიკვდილები შეიძლება და ამბატში სროლს კომედიებიც ესე ქონდა აი მადამ სანჟენი იდგმებოდა მარჯანიშვილს ოფიქოჭი აურელი თამაშობდა მეცხარი ხალი უყვარს ჯარისკაცი თუ სერჟანტი და 20 წლის მერე ის ნაპოლეონის გენერალია და ეს უკვე ესეთი ზუსტი რაღაცები და ოღონდ ტრაგედიაში რა არის ხო სხვებს ათქვისებასთან ერთად გმის განსაკუთრებული ხასიათი აქვს ხო ახლა ტრაგედია შეცდომა და ამ გაზა ამლეთი რაღაცა ვერ გაიგებ რა უნდა და ამასთან რაც ამ ხალხი ხოცოს და შეცდომა და ტრაგედია არ გამოსწორ გმირებს ჩვეულებრივ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები არიან რაც იქროზის ჩვეულებრივ იმას მოწონს მაგრამ ის არ ფიქრობს რომ ეს ხელოვნება ის 3 საათი ამ სარდუს და ვაიმე და აი ეს ამას აკეთებდა და ისეთი სახელი ქონდა ამის რომ რიგი იდგა მსახიობები რომ ჩემზე დაწერე რომ სარა ბერნარს და უწერდა და რა ქვია ეს რეჟანი თუ რა ქვია მეორე ის თამაშობდა სარა ბერნარი ამ ხადა დედოფლებს და საყვარლებს შეყვარდა რა ამ ფრანგული ისტორიას რო არის ადიულტერი ისა განცდები ოღონდ აი ძალიან ხმამაღლა რა ეგმონტ ეს არის რა ანუ რომა მერე ჩვენ ვეძახდი საქართველოში იყოს ჰეროიკული თეატრი დიდხანს სანამ არ შეიცვალა აი მეორე მსოფლიო ახალი რეჟიმი მოგეთ არის ეგ მაგ ისტორია ეციან თეატრს მაგრამ ესეთი კაცი იყო ასეთი რამდენიმე ეს მარტო არ იყო დიდი როგორც სიტყვოდან დასავლეთში ფულის მშონებელი კაცი იყო ამ თავისი რა ქვია ხელოვნებით თუ ამას ეხლა დიდი ხელოვნები ჩათვლიდნენ მაგრამ ნუ ოპერები ეხლა ეხვეწებოდნენ და ლიბრეტოებს მერედ ნუ დრო გადო ეხა იმ წუთში არ მიქონდათ მაგრამ აი ეს პატრიეტს ოპერათაც არის ფრანგული კიდე რაღაცა ფედორა 1000 რამეები ნუ აი ეს ამ კაცმა დაწერა ეს თავის ერთ-ერთი პიესას 60-დან ეს თარგმნეს რუსულად მაგრამ დავთერსტას რუსულად თარგმანი არ ჯერდებოდა რა სამენაზე წინ დაუკან თავისუფლად როგორც ამბობდა ერთნაირად ლაპარაკო მე მგონი სომხურიც კარგად იცოდა მაგრამ სამენა ნუ ფრანგული შედის ამაში რუსული და ქართული ეს ორივე პირველის ხო იმიტომ რომ ძალიან დიდხა 13-14 წელს წავიდა და ჩამოვიდა გაიხსნის რა რუსულად იყო თარგმნილი მაგრამ ეხლა ვუყურე როგორი რამე გრაფიდე როსმორი ქვია თარსტები რუსულ. თავარ პერსონაჟი ამ პიესის არის გრაფიდე როსმორი. როსმორ ესე უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ჰოლანდია როგორც ფრანც მორია ეს. ხო და რუსულად როძინა და ეს აჩიზნა და ატეჩეს თუ არ ქვია.
არის საჭირო ეს სიტუაცია ხო ხდება ცენზურა ის არის რა აწეჩეს და აგერ არის მელოდრამა დროს აქ მაგას ფსევდოისტორიული ფონი ქონდა ყოველთვისო წავიკითხე და ორიოდე პიესა აქვს სადაც ისტორია წინ წამოდის და ერთ-ერთი არის ეს სამშობლო ვატყი ხო და ეხლა ის ვინც თარგმნა რუსმა უნდა იმან დაბეჭდოს და დადგან ყველგან ხო ამხელა რუსეთები 500 თეატრია ამიტომ სახელი როგორც მე ჩვენ ამას დაჩეული ვართ საბჭოთა კავშირში სახელი არ უნდა მაკარტური არ ქვი რამეც ის მერი ღიმილია და დაარქვეს ასე მე ნახე რუსული ოღონდ გარე უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს ჟურნალშია დაბეჭდილი ეს პიესა თარგმნილი გააფიდე როსმორში დავით ერისთავმა წაიკითხა ეს და მოუტანაო ჟურნალი დიმიტრი ყიფიანს ეს უნდა გადმოაკეთო შენს მეტი მიზამს ამას დიმიტრი ყიფიანი არის 60 წლის კაცი და საქმეები დახუნდა ეს არის 30 წლის ბიჭი 32 დიმიტრი მოატრიალა და ბიჭო ამას საქართველოს არაფერი არ აქვს საერთოდ არაფერი არ აქვს ნუ გასაგები აჯანყება დაპყო ეს მოცემულობა ყოველ აქ საერთოდ იქ რაც ამბავია შიგნით ის შუა საუკუნეების საქართველოს არ მოჰკიდა ხელი როგორც ამბობენ მემუარი დიმიტრი მამას ხელი არ მოკიდა ეს დადიოდა და ყველას ეუნებოდა ფრანგულ ერთით რუსულად მაინც აიკითხეთ ბიჭო ეს მაგარი რაღაცაა მერე სადა ამ დროს თან ამ თეატრში უკვე საქმეა და ეს რაღაცა რეპერტუარის პრობლემები და ეს ცდილობდა რომ რაღაცით გაემდიდრებინა ათარგმნებდა ვიღა თვითონაც თარგმნიდა 15 პიესა აქ თარგმნა არავინ არ იცის არც ერთი არ არის ეს თვითონ მაღალი ხარისხის არც ლიტერატურა და არავინ არ არის დავით ერის და არც ლექსები არაფერი არ არის აი ხდება ესეთი უცნაური ხო იქ უთქვია დროებაში დადიოდან იქ იყო ბირჟა მოგეხსენებათ ხო და კოტე მესხია სერგეი მესხის ძმა ახლა ის სახიობია ეს ამ ზაფხულსო სოფელში თუ მოიცალეო გავაკეთებ მაგრამ ვერ უსადაგებო ეგეც მაგას რომელი დრო ვახტანგ ორგას აი რაღაც ესეთია და იმ ზაფხულს წავიდა ის სოფელში და გადათარგმნა და ამ დროც ამოირჩია საქართველოს ისტორიაში რომელზეც უნდა მიესადაგებია ისა მაგრამ უნდა თქვა რაზეა თვითონ ის სამშობლო ფრანგული და რა ეპოქას ეხება და საშინელებას ევროპის ისტორიიდან აი შემდეგზე